გამარჯობა, მე ვარ ნიკო. დღეს კი თქვენ მოისმენთ თანამგზავრი გურამ დოჩანაშვილი. პატარა მატარებელი ბაკურიანიდან ბორჯომში მიდის. ერთ-ერთ ვაგონში სამი კაცია მხოლოდ. ერთმანეთის პირისპირ სხედან. ორი მათგანი ახალგაზრდაა. ბიჭებს სათხილამურო ფეხსაცმელები, ვიწრო შარვლები და ჯემპრები აცვიათ. ერთ წითელი, მეორეს ცისფერი. მესამე ხანში შესული კაცია. მუნჯდუქს მუხლის თავზე თითებით ათამაშებს და ფანჯარაში იყურება. კაცი ზურგს შექცეული ზის ორთქმავლისკენ და მისი მზერა თითქოს რაღაცას მიყვება. ბიჭების თვალებს კი, როცა ისინი ფანჯარაში იხედებიან, თითქოს რაღაც ეგებება. კაცი უფრო ხშირად იხედება ფანჯარაში. ბიჭებს მობეზრდათ ბაკურიანი. პირველად კარგი იყო. თხილამურები ცრიალებდნენ. გუნდებს ესროდნენ ერთმანეთს, გორაკიდან ციგით ეშვებოდნენ. ღამღამობით სეირნობდნენ. ძიმე სათხილამურო ფეხსაცმელების ქვეშ ჭრიალებდა თოვლი. სადღაც ვალის მოსახდელად აყებდებოდა ძაღლი. ფანჯრებში ჰქრებოდა სინათლე. ბაკურიანი ხუჭავდა თვალებს. სამაგიეროდ ცაში ინთებოდნენ ვარსკვლავები. ბიჭებს მოსწონდათ ყველაფერი. დიდხანს დადიოდნენ თოვლზე. განსაკუთრებით გაუკვალავ თოვლში სიამოვნებდა ციარული. ცისფერ ჯემპრიანმა ფეხი იტკინა ერთხელ. ლოგინში ჩაწვა. სწრაფად გაიარა არდადეგებმა. დაცარიელდა ბაკურიანი. ცისფერ ჯემპრიანი ფანჯარასთან იწვა. წითელ ჯემპრიანი სულ სახლში იჯდა. საჭმლის მოსატანად თუ გავიდოდა გარეთ. იყვნენ ასე. ერთი იწვა, მეორე იჯდა და იყურებოდნენ ფანჯარაში. გარეთ ყველაფერი დაეფარა თოვლს. ხანდახან რაიმეს უყვებოდნენ ერთმანეთს. ჯერ უხალისოდ ლაპარაკობდნენ. მერე გაახსენდებოდათ რაღაც, უფრო მნიშვნელოვანი. გატაცებით ამტკიცებდნენ რაღაცას. იწურებოდა კამათის თემა. ისევ ფანჯარაში იყურებოდნენ. გარეთ ყველაფერი დაეფარა თოვლს. თოვლი მობეზრებოდათ უკვე ბიჭებს. თავს მეორე მხარეს ატრიალებდნენ და კედელს უყურებდნენ. კედელზე ლაქები იყო. ზოგი ლაქა წვერებიან კაცს გავდა, ზოგი დათვს, ზოგი ვინიცის რას. ბიჭები ლაქებს უყურებდნენ და ერთობოდნენ. ახლა ვაგონში სხედან, ვიღაც კაცის პირდაპირ. კაცი ხშირად იყურება ფანჯარაში. ფანჯარაში თოვლი და ხეები ჩანს, მეტი არაფერი. ხეები ეგებებიან ბიჭებს, ხან თითო-თითოდ, ხან ორ-ორად, ხან ბევრნი ერთად. კაცის მზერა მიყვება ხეებს, ხან თითო-თითოს, ხან ორ-ორს, ხან ბევრს ერთად. ბიჭებს ჩქარა ბეზრდებათ ფანჯარაში ყურება. ხან ვაგონის ჭერს შეხედავენ, ხან იატაკს. რაიმე გასართობის პოვნის იმედით. ჭერი ახლახან შეუღებიათ თეთრად. მოდი და გაერთე. ლაქა რომ ლაქაა, ისიც არა აქვს. იატაკის ფიცრები ერთმანეთს მიყვებიან და ხაზებს ჰქმნიან. კარგი გასართობია. ნეტად თხილამურები მაინც გადმოვარდეს, რომ გავასწრო. ფიქრობს ცისფერ ჯემპრიანი. წითელ ჯემპრიან ძალიან უნდა რომელიმე სიმღერა წაიღიღნოს, მაგრამ კაცის ერიდება. რითი გაირთოს თავი. კაცი რომ არ იყოს, თემურის უამბობდა მაიაზე. უამბობდა, როგორი კარგი გოგოა მაია, როგორი მოსიყვარულე გული აქვს. იმდენად მოსიყვარულე, რომ ბაზარში ნაყიდი და თავქვე დაკიდებული ქათამიც ეწოდება. დაკლავენო. ამ კაცთან რა უნდა თქვას. გააჭირა საქმე, ფიქრობს წითელ ჯემპრიანი და კაცის შექმნებს უყურებს. ამოვიდა და დაგვიჯდა ხვერწინ. ხომ ვერ გადავჯდებოდით, ვერაფერი მომიყოლია. გააჭირა საქმე. კაცი არაფერს არშავებს. ზის თავისთვის და იყურება ფანჯარაში. მზერა აცილებს ხეებს, ხან თითო-თითოს, ხან ორ-ორს, ხან ბევრს. თოვლი თანდათანობით შეუმჩნევლად კარგავს სითეთრეს. ნაცრისფერი ხდება. ვაგონში ნათურები ინთება. წითელ ჯემპრიანს კაცის სახის დათვალიერება უნდა. უცებ რომ შეხედოს იცის, შეამჩნევს კაცი. ნელა აპარებს სახისკენ მზერას. ჯერ მუხლის თავზე მოთამაშე მუნჯდუქზე აჩერებს. შემდეგ გულის ჯიბის ღელზე. ცოტაც და რა დიდი ცხვირი აქვს. ფიქრობს წითელ ჯემპრიანი. კაცი ისევ ფანჯარაში იყურება. რა უაზრო გამომეტყველება აქვს.
ფიქრობს წითელჯემპრიანი. პატარა მატარებელი საკოჭაოში ჩერდება. ბიჭები უფრო ინტერესით იხედებიან. იქნებ აქ მაინც დაინახონ რაიმე გასართობი. ბაქანი განათებულია. კედელზე ზარი ჰკიდია. ზართან კაცი დგას. ისეა შეფუთნელი ვერც გაიგებ. გამხდარია თუ მსუქანი. ბიჭები ხარბად იყურებიან ფანჯარაში. იქამდე იყო მხოლოდ ხეები და თოვლი. დაუცებ გაჩნდა ბაქანი. ზარი და კაცი. ეს რაღაც ახალია. რაღაცით დამაინტერესებელი. შეფუთნელი კაცი ბიჭების ისეთ დაჟინებულ მზერას გრძნობს, რომ ცოტათი იბნება. არ უნდა რომ ბიჭებმა დაბნევა შეამჩნიონ. და აქაო და ვითომ არაფერიო. გვერდზე იფურთხება. ერთი ლაქა მაინც იყოს ამ ჭერზე. თოვლი უკვე რუხი ფერისაა. იმ ადგილზე, სადაც ვაგონის სინათლე ეცემა. თოვლი ბზინავს. ბიჭებამდე ზარის ხმა აღწევს. შეფუთნილმა კაცმა შეასრულა თავისი მოვალეობა და სადღაც მიდის. იცის რომ ბიჭების დაჟინებული მზერა კვალდაკვალ მიყვება და ცდილობს კოხთა ნაბიჯებით იაროს. ხელებს ზომიერად იქნევს. მუხლებს ჩვეულებრივზე მაღლას წევს. სასაცილო დაჭიმულობა იგრძნობა მის სიარულში. წითელჯემპრიანს ეღიმება და თავს თანამგზავრებისაკენ ატრიალებს. თემურიც იღიმება. კაცი მუნჯდუქს აღარ ათამაშებს. მუხლზე აქვს დაბჯენილი. რა უაზრო გამომეტყველება აქვს. რამხელა ცხვირი. კაცი სადღაც იყურება. რა ნახა ნეტავ ამ ფანჯარაში. კაცი არაფერს არ უყურებს. უბრალოდ იყურება. პატარა მატარებელი განაგრძობს გზას. კაცის მუხლზე მუნჯდუკი თამაშს იწყებს. ხან იმ ბოლოთი ეხება მუხლს. სიგარეტს რომ სდებენ. ხან იმით კაცის კბილები რომ იკავებს. გიყვართ? ეკითხება უცებ კაცს თემური. რა? ვერ იგებს შეკითხვას კაცი და უღიმის. თოვლი? გიყვართ მეთქი თოვლი? კი, კარგია თოვლი. თქვენ ალბათ ძალიან გიყვართ თოვლი. ამბობს წითელჯემპრიანი. თვალი არ მოგიცილებიათ ფანჯრისათვის. ხო, ძალიან მიყვარს. მაპატიეთ, რატომ გიყვართ? ეკითხება წითელჯემპრიანი. ოღონდ ისეთი გულუბრყვილო ტონით, რომ კითხვის ახირებულება არ იგრძნობა. რა ვიცი, ამბობს კაცი. როცა დათოვლილ მიწას და ხეებს ვუყურებ, სიმშვიდეს ვგრძნობ. დიდი სიმშვიდეა თოვლში. უზარმაზარი. შეიძლება სიმშვიდეზე ითქვას უზარმაზარი? კი, როგორ არა. ყველაფერი შეიძლება იყოს უზარმაზარი. ხო, ამიტომ მიყვარს თოვლი. სიმშვიდე რომ იგრძნობა? ეკითხება თემური. ხო, მე მიყვარს სიმშვიდე. დიდხანს ვუყურებ ხოლმე თოვლს. მერე შევაცქერდები რომელიმე ნაძვს. ნაძვის ტოტებზე თოვლი დევს. არც მოხრილია და არც ირხევა. მაინც შემეშინდება ხოლმე, რომ ნაძვი არ გაინძრეს და თოვლი არ ჩამოყაროს ხრებიდან. ეგრე რომ მოხდეს, სიმშვიდე დაირღვევა. მე არ მიყვარს სიმშვიდე, ამბობს წითელჯემპრიანი. ხო, შენ ახალგაზრდა ხარ. არც უნდა გიყვარდეს. შენ თოვლი ალბათ იმიტომ გიყვარს, რომ ზეთხილამურები ცრიალებ და აგუნდავებ. წითელჯემპრიანს არ მოსწონს კაცის პასუხი. ბრაზდება და ისეთ შეკითხვას ეძებს კაცისთვის, რომ დასცინოს, მაგრამ არ აგრძნობინოს. ბოდიში, თქვენ ლექსებს ხომ არ წერთ? არა, იღიმება კაცი. რატომ მკითხეთ? წეღან ისე ღრმად აღწერეთ ზამთრის პეიზაჟი. ეგრე აღწერაა, ამბობს კაცი. პოეტი რომ ვიყო, მეცოდინებოდა ითქმებოდა თუ არა სიმშვიდეზე უზარმაზარი. კაცი სიგარეტს აბოლებს. უზარმაზარი. დაფიქრებით ამბობს, რა კარგი სიტყვაა. როგორ კარგი? როგორ და? იცით, მე მეჩვენება, რომ ზოგიერთი სიტყვა საოცრად ლამაზად ეხამება თავის მნიშვნელობას. ესე იგი სიტყვის ჟღერადობა, ხმოვანება ეთანხმება. მაგალითად, ზარბაზანი. რაღაც ძლიერი, რისხანე ისმის ამ სიტყვის წარმოთქმის დროს. თუნდაც სიტყვა ჩიტი. ამ სიტყვაში თითქოს ჩანს პატარა ნაზი არსება, სუსტი და უმწეო. სიტყვა უზარმაზარიც გონის შეეფერება თავის მნიშვნელობას.
მდგონი ვერ გამიგეთ, მთლიანად ვერა. აბა თქვით უზარმაზარე. ვერ გრძნობთ რაღაც დიდს, ძალიან დიდს, ვერა. მე ვგრძნობ, ამბობს თემური. მე მგონი, ვეფხვიც კარგია. კი, კარგია, მაშინვე ეთანხმება კაცი. ლომი, მე მგონი ცუდია. როგორღაც ნაზად ჟღერს. ხომ, სად ის მრისხანე ცხოველი და სად? კაცი ხმას იწვრილებს, ლომი. მთვარე კარგია, იგონებს სიტყვებს თემური. მზე არა. მზეს რაღაც უფრო დიდი, უფრო ჟღერადი სახელი უნდა ერქვას. ხო, აბა რა, ამბობს კაცი და უხარია თემურმა რომ გაუგო. ჩუმდებიან, წითელ ჯემპრიანი დგება. საით დათო? ცოტათი გავხურდები თორემ შემცივდა. რამ შეგაცივა ბიჭო? რა ვიცი. დათო ხელებს ჯერ აქეთ-იქით იქნევს. მერე წრეებს ხაზავს ჰაერში. სწრაფად ჯდება და სწრაფადვე იმართება. თემურის თავისი ნატკენი ფეხი ახსენდება. კარგია ახალგაზრდობა. ეუბნება თემურის კაცი. დათო რატომღაც უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და თავის ადგილს უბრუნდება. მატარებელი ჩერდება. რა სადგურია ნეტავ? ამბობს თემური და ფანჯარაში იყურება. თოვლი უკვე ლურჯია. მხოლოდ იქ ბზინავს, სადაც სინათლე ეცემა. პატარა ჩემია, ამბობს კაცი და ფანჯარაში იხედება. ხო, პატარა ჩემია. დათო კაცს უყურებს და ბრაზდება. რატომ მიანება ვაჟის თავი? რატომ ერიდება ამ კაცის? რამხელა ცხვირი აქვს? რა სულელური გამომეტყველება? ისევ ისმის ზარის ხმა. ისევ წინ მიდის პატარა მატარებელი. მართლა აცივდა ცოტათი. ალბათ საიდანღაც უბერავს, ამბობს თემური. გახსოვს თემურ? ზღვაზე რომ ვიყავით, ღამით რომ სიცხით ვიხუთებოდით, ღია ფანჯარას რომ შევყურებდით და ვნატრობდით ნეტავ, საიდანმე დაუბეროსო. გახსოვს? როგორ არ მახსოვს, ამბობს თემური. რა კარგი იყო, გახსოვს? ზღვა, ამბობს დათო და კარგ ხასიათზე დგება. არაფერი ჯობია ზღვას. ზღვაც მოგბეზრდა ბოლოს, მახსოვს. არაფერიც სრულებითაც არ მომბეზრებია. როგორ არა? რას ამბობს, ზღვას რა მომაბეზრებდა? რა კარგია ზღვა. ჯერ მარტო ის რადგერს, სილაზე რომ დაწვები. არა, დაწვები კი არა, დაეგდები და მზეს მიანდობს ხელს. მზე დაგწვავს, დაგთენთავს, დაგეუფლება. ვერაფერზე ფიქრობ. აღარ გახსოვს არაფერი. მზეს გრძნობ მხოლოდ. ბოლოს წამოდგები. შეიძლება ითქვას, მზით გაჟღენთილი ხარ. რა ვიცი, შეიძლება ალბათ. ხარ გაჟღენთილი მზით და შედიხარ გრილ, სასიამოვნო ზღვაში. ისეთ ლამაზ ზღვაში. აი, ზღვა მართლაც უზარმაზარია. უზარმაზარი ზღვა. ზღვას მართლა უხდება სიტყვა უზარმაზარი. ამბობს დათო და კაცს უყურებს. კაცი ფანჯარაში იყურება. მუქი, ლურჯი ფერისაა უკვე თოვლე. რა უაზრო გამომეტყველება აქვს. ფიქრობს დათო და კაცთან ლაპარაკის ხაზიათზე დგება. თქვენ გიყვართ ზღვა? რა ვიცი აბა. როგორ? ალბათ არ გინახავთ არა? კი, მინახავს. მერე როგორ შეიძლება არ გიყვარდეთ ზღვა? ზღვა ისეთი ლამაზია, ისეთი დიდებული. ხომ გინახავთ მზის ჩასვლა ზღვაში? კი, როგორ არა, მინახავს. უხალისოდ ამბობს კაცი და ფანჯარას თვალს არაშორებს. როგორ ვიყავი დარწმუნებული რომ ბუნება უყვარდა, ფიქრობს თემური. მერე არ მოგწონებიათ? რა ლამაზია მზის ჩასვლა ზღვაში? ამბობს დათო და ჭერს უყურებს. ჭერი ხდება მოლურჯო, მომწვანო და ლურჯი. ლურჯ ფერში ჩნდება ოქროსფერი, მოწითალო დისკი. დისკი ნელა აუჩქარებლად ტოვებს ლურჯ სივრცეს და მოლურჯო მომწვანოში იმალება. რა კარგია ზღვა, ამბობს დათო. განა შეიძლება ზღვა არ გიყვარდეს? ალბათ შეიძლება, ამბობს კაცი. ნუ თუ მარტო სიმშვიდე გიყვართ, თუმცა ზღვაზე ისეთი სიმშვიდეა მზის ჩასვლის დროს. იცით მე დაკურვებული ვარ, როდესაც მზე ზღვაში ჩადის, მზის და ზღვის სანახავად მისული ადამიანები,
რომლებიც ნაპირზე დგანან, ჩუმად ლაპარაკობენ. მათ ეშინიათ სიმშვიდის დარღვევა. მე ისეთი სიმშვიდე მიყვარს, თავ დავიწყება რომ მოაქვს. მერე, განა ზღვარი იძლევა თავ დავიწყების მიზეზს? განა მხოლოდ სიმშვიდეს მოაქვს თავ დავიწყება? ვერაფერი მაგზნობინებს ისეთ ღრმა თავ დავიწყებას, როგორც აღელვებული ზღვა. რა კარგია ზღვა, როცა ხელავს. კაცის ხელი ნერვიულად აკაკუნებს მუხლზე მუნჯდუქს. რა კარგია ხელვის ყურება, ამბობს დათო და სადღაც იყურება. ზღვა შორიდანვე ამზადებს ტალღას, ჯერ ოდნავ ატოკებს, მერე ატორტმანებს, მერე სხვა ტალღებს უერთებს ფხუჯად, მერე მოიქნევს და ისმის ხმაური ტალღა მოდის ნაპირისაკენ, ჯერ დიდ ქვებს მოაგორებს, მერე კენჭებს, მერე სულ ბოლოს სილას ებღაუჭება და მე მეჩვენება, რომ ტალღას აქვს თითები. ნუ თუ არ გიყვართ ზღვა, კაცის სახეზე ყვრიმალები თამაშობენ. ნუ თუ არ გიყვართ მღელვარე ძლიერი ზღვა, დამანებე თავი. რა გინდა ჩემგან, რა? კაცი წამომხვდარა ადგილიდან. ანთებული თვალებით უყურებს დათოს, თვალებში სიძულვილი დაგუბებია. მზადაა მივარდეს. რა დაგიშავეთ? გაკურვებით ეკითხება დათო. კაცი ხედავს მათ გაკურვებულ სახეებს, ჯდება, შვიდდება თითქოს. მაპატიეთ, ამბობს კაცი და თავს ხრის. დათო მხოლოდ ეხლა გრძნობს გაბრაზებას. რატომ მიყვირა? რატომ? როგორ გამიბედა უმიზეზოდ ყვირილე? იცით რა ამბობს დათო? ჩემ ტოლს არ მოვუთმენდი. თქვენ კი, თქვენ რა უნდა გითხრათ? მამა ჩემის ხნის კაცი ხართ. ასეთ დროს სიჩუმე საჭიროა და აუცილებელი. იატაკის ფიცრები ერთმანეთს მიყვებიან და ხაზებს ჰქმნიან. დათოს უნდა რომ შეხედოს კაცს, მაგრამ უცებ შეხედვის ეშინია. იცის რომ კაციც შეხედავს. მატარებელი განაგრძობს გზას. მატარებელი თურმე რომელიღაც სადგურზე გაჩერებულა. ცოტა ხანს მდგარა. მერე ზარის დაურეკიათ და დაძრულა მატარებელი. დათო ჯერ კაცის ჩექმებს უყურებს. მერე მის მუხლს, მერე გულის ჯიბის ღელს. დათო უყურებს კაცს. კაცს სულაც არა აქვს დიდი ცხვირი. კაცს აქვს სევდიანი გამომეტყველება. მაპატიეთ, ამბობს დათო. რა გაქვს შვილო საპატიებელი? შენ ხომ არ იცოდი? პირიქით, მე მაპატიეთ, რომ ავუყვერდი. მე შენ კი არ გიყვიროდი. ზღვას ვუყვიროდი, ზღვას. ისევ სიჩუმე. კაცის მუხლზე თამაშს იწყებს მუნჯდუკი. ხან იმ ბოლოთი ეხება მუხლს, კაცი რომ კბილებით იჭერს, ხან იმით სიგარეტს რომ სდებენ. დათოს უნდა რომ ანუგეშოს კაცი, ან ისეთი რამ თქვას, კაცს რომ ესიამოვნოს, ვერ პოულობს სიტყვებს. ისევ ფანჯარაში იყურება კაცი, თლად გაშავებულა თოვლი, შავად ჩანს, მაინც თეთრია ალბათ. ხო, ძალიან მიყვარს. სულ ის ზღვა მიდგას თვალწინ, მღელვარე ზღვა. თოვლს რომ ვუყურებ, მავიწყდება ყველაფერი. სიმშვიდეს ვგრძნობ მხოლოდ. ხანდახან შევასქერდები რომელიმე ნაცვს. ნაცვს ტოტებზე ბევრი თოვლი ადევს, მაგრამ არ არის მოხრილი, არც ირხევა. მაინც შემეშინდება ხოლმე, რომ ნაცვი არ გაინძრეს და თოვლი არ ჩამოიყაროს ხრებიდან. ეგრე თუ მოხდა, დაირღვევა სიჩუმე. თვალწინ დამიდგება ზღვა და გამახსენდება. მეტკინება გული. მე მიყვარს სიმშვიდე. კაცი ნაღვლიანად იღიმება და ამბობს. უზარმაზარი სიმშვიდე. ისევ ფანჯარაში იყურება კაცი. ისევ წინ მიდის პატარა მატარებელი. უზარმაზარი, ფიქრობს დათო. მართლა კარგი სიტყვაა ეს უზარმაზარი. დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.